სივრცის შესახებ, სადაც ქართული ტრადიციები თანამედროვე ინოვაციებთან იდეალურ კორელაციაშია. საუბარია კახეთში სოფელ ნუკრიანში მდებარე რესტორან დერგიზე, რომელიც ერთ-ერთი პირველია საქართველოში და ერთადერთი კახეთის რეგიონში, სადაც მომხმარებელს კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობა აქვს. როგორ ადაპტირდნენ კახელები და არა მხოლოდ გადახდის ამ მეთოდთან და ზოგადად რა შედეგებით დახურა გასული წელი ამ რესტორანმა საუბარს მის თანადამფუძნებელთან ეკა რუხაძესთან ერთად განვაგრძობთ, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. ეკა, მოგესალმები, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის ჩვენთან სიახლეებით, შედეგებით და მინდა რომ მოკითხვა დავიწყო გასული წლის არ არის დიდი დრო რაც დერგი ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა ვიცი რომ განვითარების ტემპი საკმაოდ სწრაფი გაქვთ აკრეფილი და შესაბამისად საინტერესო არის როგორი იყო შედეგები 2024-ის რა სიახლეები დაგროვდა თქვენს ანგარიშზე, როგორია განვითარების დინამიკა ამ თვალსაზრისით. ძალიან საინტერესო წელი გავიარეთ. ჩვენ ვართ კომპანია GK Winery, რომელიც თავის თავში აერთიანებს როგორც არესტორნო ქსელს, ასევე ღვინის წარმოებას. შესაბამისად ორივე მხარეს ჰქონდა ძალიან კარგი ნაბიჯები და დიდი წინსვლა. მე მინდა დავიწყო 2023 წლის სექტემბრიდან. 2023 წლის სექტემბერს იყო მხოლოდ ერთი დერგი და იყო ერთი ღვინის კომპანია. 2024 წლის სექტემბერში იყო 4 დერგი და 2 ღვინის ხაზი. შესაბამისად, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა. მივიღეთ ღვინოში რამოდენიმე მედალი, ასევე გავედით საერთაშორისო ბაზრებზე და ეს არის პირველი ქართული ტრადიციული კერძებით დატვირთული სამზარეულო, რომელიც გავიდა ევროპის ბაზარზე და შექმნა ქსელი. ევროპაში სად გახვედით, ახლა ძალიან მნიშვნელოვან თემას მივადექით, როგორი არის ექსპანსია ევროპულ ბაზარზე და ზოგადად ასე ვთქვათ, რა კონცეფციით გახვედით? იქაც არის სარესტორნო სივრცე, მეღვინეობის თანხლებით თუ აი რა პრინციპი? ორი რესტორანი დერგი არსებობს ევროპაში, ერთი გერმანიაში, მეორე ახლა ნოემბერში, 2024 წლის ნოემბერში გავხსენით ჩეხეთში, პრაღაში. ვაუ. ძალიან მაგარი ამბავია. რატომ ეს ორი ქვეყანა, როდის დაიწყო იქ გასვლა და დღეს უკვე ასე ვთქვათ, რა პრინციპით მუშაობს, როგორია დატვირთულობა, როგორია მოთხოვნა, ინტერესი იქაურების თუ ქართველი ემიგრანტების მხრიდან? ინტერესი წარმოვიდა რა თქმა უნდა თან ქვეყნიდან, იმიტომ რომ გვჭირდება იქ ჩვენ პარტნიორი და ვინც დაგვიკავშირდა შემოგთავაზოს ჩვენთვის შესაძლებელი პირობები, რა თქმა უნდა, ჩვენც დავინტერესდით ამ ქვეყნებით და ძალიან კარგი ბაზარია ევროპა ზოგადად, რა თქმა უნდა, არიან ქართველი მომხმარებლებიც, მაგრამ ძირითადად მაინც ადგილობრივი, აქვს ძალიან დიდი ინტერესი. კი. და ასე ვთქვათ, როგორი არის ხოლმე გამოხმაურებები? ქართულ კერძებთან, ქართულ გემოსთან, შუაგული ევროპა როგორ ადაპტირდა? ძალიან დიდი ინტერესი აქვს და ჩვენც ძალიან დიდად ჩართულები ვართ ამაში, რომ უფრო მეტი ვასწავლოთ რა არის ქართული სამზარეულო, იმიტომ რომ ქართული სამზარეულო მხოლოდ სუფრის გაშლა არ არის, ეს არის ურთიერთობა, ჩვენი ტრადიციები, ამ ყველაფრის შეთავაზება, ახსნა, თუნდაც ის რომ როგორ უნდა მიირთვან ხინკალი, ხაჭაპური, აი ამას რომ უხსნით, ამ ისტორიებს რომ უყვებით, ეს არა მარტო ერთი საღამოა რესტორანში, არამედ მათთვის ეს რა თქმა უნდა არის რაღაცა ახალი სწავლა და ახალი გამოცდილების მიღება და ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს, არ არსებობს სტუმარი ადგილობრივი, ვინც ერთხელ იყო რომ არ დაგვიბრუნდა. და სხვათა შორის გვყავს ისეთი სტუმრები, მაგალითად გერმანიაში ჰქონდა ესეთი შემთხვევა, რომელიც ნამყოფ იყო საქართველოში დერგში და რომ გაიგო რომ მასთან ახლოს ქვეყანაშივე იყო ფილიალი, გვესტუმრა და ხშირი სტუმარია ჩვენი. ვა, ძალიან მაგარია და პრინციპში რა არის იმაზე უკეთესი შედეგი კომპანიისთვის თუ ბრენდისთვის, როდესაც მომხმარებელი უბრუნდება მას, ალბათ საუკეთესო კომპლიმენტი და შეფასება სწორედ ეს არის ქმედებით გამოხატული. ძალიან საინტერესო არის თვითონ ლოკაციები სად მდებარებს, იმიტომ რომ ეხლა ვინც გვიყურებს და ალბათ მათ შორის იქნებიან ქართველი ემიგრანტებიც, სად შეუძლიათ რომ გესტუმრონ ჩეხეთშიც, გერმანიაშიც, როდიდან დაიწყო აქტიური ოპერირება რესტორნებმა და რამდენ ადამიანზე არის გათვლილი სივრცეების მასშტაბით საინტერესო. ჯერ აღვნიშნავ საქართველოს, იმიტომ რომ საქართველო არ დაგვეჩაგროს ევროპის. აი საქართველოს ვილაპარაკებთ აუცილებლად ვცლად. კარგი, ჩეხეთში არის პრაღაში, ქალაქში, ცენტრში, ცენტრალურ ნაწილში და გერმანიაში არის ჰანოვერში. და რა გაინტერესებდა? როდის დაიწყო ოპერირება, რამდენ ადამიანს იტევს და ვისაც საქმებთ, ესეც საინტერესო არის, ეს ქართველები არიან. ძირითადად ადგილობრივები არიან დასაქმებულები, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი
ჩავდივართ, როცა ხსნით ახალ ფილიალს, იქ ვაკეთებ, ჩაგვაქვს ჩვენი კონცეფცია, სამზარეულო, ჩვენი მიმართულება, ჩვენი შეფი აწყობს იქ მენიუს, შესაბამისად ქვეყნის, მაგრამ შემდეგ მუშაობენ უკვე ადგილობრივები. რამდენი ადამიანზე არის გათვლილი? აი, რამდენად დიდი გერმანია პატარა ფილიალია, დაახლოებით 70 სტუმარზეა გათვლილი. პრაღასთან შედარებით, პრაღა საკმაოდ დიდია, 300-ზე მეტ სტუმარს იტევს. ვა, ანუ ესე იგი, ქართველი შეფი ატრენინგებს იქაურ მზარეულებს და როგორ ითვისებენ ისინი აი ამ ქართულ ტექნიკებს, ქართული გემოს, ასე ვთქვათ, სინთეზს? მარტივი არ არის, სრულ ყოველთვის შემდეგ კონტროლირდება, ყოველთვის არის კონტროლის ქვეშ, მაგრამ მათთვისაც საინტერესოა, რა თქმა უნდა და ჩვენთვისაც რომ ეს ყველაფერი გადავცეთ უცხო. პროდუქტები რამდენად არის ხელმისაწვდომი? პროდუქტები არის. მაგის პრობლემა არ შექმნია, იყო კი თავიდან მქონდა რაღაც ისეთი სანამ მოვიძიებდით რაღაცა სუნელების და სანელებლების მიწოდება, რაღაცა ჩურჩხელის, რაღაც ქართული დეტალების, მაგრამ ეხლა უკვე ისე დავტირდით ჩვენ თუნდაც გავერკვიეთ, რომ უკვე ყველაფერი იშოვება და ღვინოც თქვენი არის? ღვინო რა თქმა უნდა, კი, ღვინო რა თქმა უნდა ჩვენი არის. აჰა, ძალიან საინტერესო. ძირითადად ალბათ მოდიან რაღაც ინდივიდუალური პირები თუ მათ შორის კორპორაციული ღონისძიებებისთვისაც არის უკვე რა თქმა უნდა, კორპორაციული კი, ხა წინა საახალწლო პერიოდში ქონდა ძალიან დატვირთული კორპორატიული ღონისძიებებით და დაბედების დღეები, წვეულებები. როგორი ხდება ქართულ რესტორანში გერმანელები და ჩეხები, ეს ძალიან მაგარი ამბავია და წარმატება იმ ორივე ბაზარზე დარწმუნებული ვარ, ამ ორზეც არ გაჩერდებით და ალბათ გაქვთ კიდევ გეგმები. კი, გვაქვს უკვე შემოთავაზებები, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ახალი პარტნიორები, ახალი ქვეყნები და ეს იმდენად საინტერესო პროცესი გამოვიდა, რომ უარს ვერ იტყვი მოკლედ. შეგვიძლია ვთქვათ? ჯერ ვერ. ესეც ევროპაა? ევროპა კი, თუმცა აზიიდანაც არის რაღაც შემოთავაზებები და ნახოთ რა გამოდის. ესე იგი, სრულად წაშალა დერგმა კონტინენტური ზღვარი და გავიდა ფართო არეალში. რა ხდება უკვე საქართველოში? და აქ როგორი დინამიკა იკვეთება მომხმარებელთა რაოდენობის, ტურისტების მხრიდან ინტერესის თუ ადგილობრივი მაცხოვრებლების თვალსაზრისით? რესტორანი დერგი კახეთში არის სიღნაღის რაიონში, სოფელ ნუკრიანში. ეს ლოკაცია არის პირდაპირ ტურისტულ გზაზე, სიღნაღთან მისასვლელ გზაზე და ჩვენ ვართ პირდაპირ იმ ტურისტულ გზატკეცილზე, ასე რომ ვთქვათ და ტურისტული აქტივობა წელს ქონდა ძალიან კარგი. დაგვემატა ძალიან ბევრი ახალი კომპანია, ახალი ქვეყანა, აზია გააქტიურდა ძალიან. ევროპას მაინც აქვს რაღაც ცნობადობა საქართველოს და ინტერესი და აი წელს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ეს შევამჩნიეთ რომ იყო მატება აზიიდან. ზედმეტ რომელი ქვეყნები დომინირებენ ხოლმე? კორეა გააქტიურდა, წელს ძალიან ბევრი ტურისტი ყავდა საქართველოს კორეიდან და ძალიან სასიამოვნოა რატომაც არა როგორც ევროპაში, აზიაში უნდა გვიცნობდნენ. და ეს მოდიან თვითდინებით თუ უკვე იციან რომ არსებობს და მიზანმიმართულად თანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან, მათაც მოყავთ, ასევე არის ინდივიდუალური ტურები, თვითონ საოჯახო ტურები და ეს გვიკავშირდებიან და მოდიან ჩვენთან მასტერკლასებზე, ღვინის დაგემოვნებაზე და რა თქმა უნდა სამზარეულოს გასინჯვას. ძალიან მაგარი ამბავი. ანუ ეს შედეგები გაუმჯობეს და 2023 საჯობა 2024. კი, რა თქმა უნდა, გვაქვს დინამიკა. და 5%-ული წილი შეგვიძლია რომ 40%-ით მაინც გვაქვს ზრდა, კი. შესაბამისად მოვიდა მოთხოვნილებაც გაიზარდა და ჩვენ დავამატეთ თბილისში ფილიალი. წელს, ესე იგი თბილისი, წელს გაიხსნა ასევე ჩეხეთი და გერმანია თუ პრაღა გაიხსნა წელს 2024-ში. ორივე. კი. თბილისი და პრაღა. გერმანია? გერმანია წინა წელს. 2023-ში. ხო, ესე იგი ფილიალზე ამატებთ, აი თბილისში ძალიან საინტერესო არის, ასე ვთქვათ, რა განსხვავებული სეგმენტი არის. ეს არიან ძირითადად ადგილობრივები თუ მაინც ტურისტების მხრიდან აქაც იკვეთება ინტერესი? თბილისში ძირითადად ადგილობრივები არიან, მაგრამ რა თქმა უნდა ყავს ტურისტებიც, ის ტურისტები, რომელიც ცოტა ხნით არიან ჩამოსულები საქართველოს, ასე ვთქვათ, ვერ ასწრებენ კახეთში სტუმრობას, ასეთი ტურისტებიც ყავს და ისაც უნდა გემრიელი ქართული ტრადიციული სამზარეულო ჩვენი მიმართულებაც. პეტრიაშვილის 23-ში. ბერაზე. კი ბატონო. და ძალიან მსხვილი ინვესტიცია იქნებოდა ამ ყველაფრისთვის საჭირო, ხო?
ეს დაახლოებით შეიძლება ის კონკრეტული თანხა არ ვიცი რამდენად დაასახელებთ, მაგრამ ეს ზოგადად რამდენად დიდი ინვესტიციაზე მოცულობით თვალსაზრისით საუბარი და ეს არის პირადად თქვენი ინვესტიცია თუ მათ შორის ასე ვთქვათ თუნდაც კერძო სექტორის არ ვიცი საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და შე. საქართველოში ეს არის ჩვენი საქართველოში არ ყავს პარტნიორი, შესაბამისად ეს არის ჩვენი ინვესტიცია, ოღონდ რა თქმა უნდა აქ საბანკო სისტემები ყოველთვის ჩართვით და დახმარებით და ევროპაში ყავს პარტნიორი და აქ არის თანაინვესტიცია და თანადაფინანსება. ორივე ქვეყანაში. ორივე ქვეყანაში. კი ბატონო, აი დასაწყისშიც ვახსენე და დერგი გამორჩეული არის ბაზარზე იმით, რომ სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ გადახდის სისტემას, კრიპტო გადახდის საშუალებით, ხო? პრინციპში ერთ-ერთი პირველი ხარ საქართველოში, კახეთში ცალსახად პირველი და მე მგონი ერთადერთიც ამ ეტაპზე, რომელიც აი ამ მეთოდს თავაზობს მომხმარებელს, რომელიც დანერგეთ საკმაოდ მალევე ოპერირების დაწყებიდან. ხო, ჯერ რა იყო ამის საფუძველი, რაღაც ინტერესი გამოიკვეთა კონკრეტული მომხმარებლების მხრიდან და მე რაღაც თქვენც ამ მოთხოვნას ასე უპასუხეთ თუ გადაწყვეტეთ, რომ არა, მოდით ჩვენ შემოვიტანთ ამ სიახლეს ბაზარზე და აქეთ შემდეგ წამოვა ინტერესი. აი რა იყო ამის მიზეზი? ესეთ ციფრულ სამყაროში მოგვიწია ცხოვრება, რაღაცა გარდატეხის პერიოდია და ჩვენც რაღაცა ვეცადეთ, რომ ამ გამოწვევებისთვის ფეხი აგვება და მზად ყოფილიყავით. შესაბამისად დაგვიკავშირდა კომპანია, შემოგთავაზეს და ჩვენც რა თქმა უნდა არ თქვით უარი, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მეტი კომფორტი შევთავაზოთ ჩვენს სტუმარს და გვაქვს ეს საშუალება, რომ გადაიხადონ ელექტრონული ვალუტით. გვაქვს ეს სისტემა დანერგილი კახეთში. როგორ ადაპტირდნენ მომხმარებლები? რამდენად გამოიკვეთა მოთხოვნა ადგილობრივების თუ საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან? მოთხოვნა მზარდია, გაიგეს ზოგიერთმა, რომელიც ჩვენი ლოიალური სტუმარია და ხშირად არის ჩვენთან, ვინც უკვე ინფორმირებულია, რა თქმა უნდა, მოთხოვნა ძალიან მაღალიც არა, მაგრამ საკმაოდ მაღალი მოთხოვნა. ხო, ბაზრის ზომიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, შესაბამისია პარალელური აქტიურობა, კრიპტოვალუტის როგორც გააქტიურდება, ის შესაბამისად მოთხოვნაც. ასევე უცხოელებისთვის ძალიან დიდი კომფორტია. ნამდვილად რომ პრინციპში აქაც მზარდია და სულ ვაძლევთ ინფორმაციას, რომ გვაქვს ეს საშუალება და მათ ძალიან მოსწონთ ეს პირობა. რომლის წილი ჭარბობს მაინც უცხოელების ალბათ უფრო უცხოელების. მეღვინეობაზეც მინდა რომ ვისაუბროთ აუცილებლად გამომდინარე იქიდან რომ რესტორანთან ერთად თუ მის დამოუკიდებლად უკვე საკმაოდ წარმატებით იდგამს ფეხს თქვენი ეს მიმართულებაც. როგორი იყო შედეგები ამ თვალსაზრისით და დღეს უკვე რამდენი რა სახეობის ღვინო წარმატების თვალსაზრისით თუ ჯიშების მიხედვით ერთიანდება თქვენს პორტფელში? ჩვენ ორი ხაზი გვაქვს ღვინის, ეს არის GK ვაინერი და სიამე. სიამე ეს არის ახალი ხაზი. წელს დავამატეთ ჩვენც ეს ხაზი. რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები. ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებებია. იმიტომ გვაქვს მედლები, მათ შორის ოქრო, ტროფი და ამით ძალიან ვამაყობთ. ღვინის ხაზის მიხედვით რომ ვილასაუბროთ, გვაქვს ასევე წარმატებები ჩვენს ექსპორტში. გაგვაქვს ღვინო ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, გაერთიანებულ სამეფოში, მოკლედ და წარმატება რამდენია დაახლოებით? 15-ზე მეტი სახეობის ღვინო გვაქვს ამჯერად და წარმატება არის მაქსიმუმ 100,000 ბოთლი. 100,000 ბოთლი წლის განმავლობაში 15-ვე სახეობა, რომელიც რეალიზდება მათ შორის ექსპორტის საშუალებითაც სხვადასხვა ქვეყნებში. შეიძლება სათხართ წარმოდგენილები, როგორ გახვედით ამ ბაზრებზე და როგორი არის უკვე ძალიან რთული ბიზნესია, ეს მარტივი არ არის, ამას საკმაოდ დიდი შრომა ჭირდება და თავდადება. ვიღებთ მონაწილეობას გამოფენებზე, მოვიძიებთ იმპორტიორებს, გვაქვს მათთან კონტაქტი და წელს მაგალითად სიახლე იყო ის, რომ შევედით ამერიკის ბაზარზე და ეს ძალიან საინტერესო უნდა მოგვიყვეთ ახლა რა ხერხებით შეხვედით, ვინ დაგხვდათ იქ პარტნიორი თუ ასე რაღაც თქვენით გავყალეთ გზა და არის ღვინის გამოფენები იმართება სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ქართული ღვინო არის ხოლმე ყოველთვის წარმოდგენილი და ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას, რომ მეტად გავზარდოთ ცნობადობა ამ ჩვენი ღვინის, GK ვაინერის, ასევე სიამესი და იქ დეგუსტაციაზე დაინტერესდნენ, მოეწონათ, გასინჯეს და შემდეგ ჩამოვიდნენ ჩვენთან მარანიც ნახეს, შემოწმეს ადგილზე
და დღეს ვართ უკვე პარტნიორები. რამდენი სახეობა გადის და რა მოცულობის დაახლოებით წარმატობიდან რა წილი უკავია ამერიკის ბაზარს? დიდი წარმატობით არ გადის, წელს პირველი წელია, დაახლოებით წელს გავიდა 30,000 ბოთლი. ამერიკისთვის ეს არა თითქმის ხო ცოტა უნიშნელოა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, სად რეალიზდება უკვე იქ ეს შედის ჰორეკა სექტორში თუ უკვე საცალო გაყიდვების თვალსაზრისით? ეს არის იმპორტიორი, რომელსაც მიაქვს ნიუ-იორკში, ნიუ-იორკის შტატში და იქიდან თვითონ უკვე ანაწილებს სასტუმროებში, რესტორნებში და ძალიან საინტერესოა. მაღაზიებში რამდენად სყიდველ აი ფასის მიხედვითაც რომ ვისაუბროთ, რამდენად ძვირად ფასობს უფრო ქართულ ბაზართან შედარებით ღვინო? აი რა საფასო კატეგორიაში მერყეობს? ქართული ღვინო, კარგი ხარისხიანი ქართული ღვინო არ არის ესეთი იაფისი ამოვნება, რომ თქვათ, იმიტომ რომ ჩვენთან მეტად უფრო ფოკუსირებული ვართ ქართულ ქვევრის ღვინოზე და ქვევრის ღვინის წარმოება საკმაოდ რთულია, რისკიანია და შესაბამისად ფასსაც ცოტა მაღლა წევს, მაგრამ ეს იმდენად საინტერესოა და იმდენად განსხვავებულია სხვა ღვინოებისგან, რომ აი ამ ისტორიაში და ამ მეთოდშიც, ღვინის დაყენების მეთოდშიც, რა თქმა უნდა, შესაბამისად იხდიან თანხას. ანუ ქვევრის ხაზი გაქვთ და როგორც ქვევრის ხაზი, ასევე კი. ხო. დანარჩენ ბაზრებზე რა ხდება? სად ხართ ამერიკის მიღმა წარმოდგენილი? ამერიკის გარდა ვართ ევროპაში, გერმანიაში გვაქვს ასე რომ ვთქვათ საწყობივით, საიდანაც ვაგზავნით ევროპაში, სადაც არის მოთხოვნა ყველგან, მიგვიწყდება. ჩვენს რესტორნებში, რა თქმა უნდა, ჩეხეთი ძალიან აქტიურია ღვინის გაყიდვაში, სამეცნიეროდ დიდია მოცულობით რესტორანი და მომხმარებელიც ბევრია და ქართულ ღვინოზე დიდი ინტერესი აქვთ. ასევე გადის აზიაში ჩვენი ღვინო და აი ახლა აპრილში მივდივარ იაპონიაში გამოფენაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ იაპონიის ბაზარში შევალ. იმიტომ რომ მაქვს რაღაცა ინტერესები იქიდან იაპონიიდან არიან დაინტერესებულები. ანუ ესე იგი სწორება არის სრულად და ბოლომდე მაღალმწყვეტელუნარიან ბაზრებზე დასალურ ბაზრად მოიაზრება პრინციპში იაპონიაც, ხო? თავისი სპეციფიკიდან და შინაარსიდან გამომდინარე და ძალიან სასიამოვნოა ეს ფაქტი, როდესაც ქართული ბრენდი ამ ყველაფერს აკეთებს ასე სწორხაზოვნად. აი ზოგადად როგორ ვითარდება ღვინის ინდუსტრია, ეს სექტორი საქართველოში თავის გამოწვევებით, შესაძლებლობებით, სად ვართ დღეს და აი რა შესაძლებლობებია გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ბაზარზე ხართ უკვე გაშლილი და შესაბამისად იცით ყველა ეს ინფორმაცია, სიახლე ტრენდი, რაც იკვეთება ამ ბაზრებზე. საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს ქართულ ღვინოს და ღვინის წარმოებლებს მსოფლიო ბაზარზე. გაიზარდა ცნობადობა და ბოდიში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს ხოლმე ღვინის გამოფენებზე, სადაც მოდიან მომხმარებლები, არა მხოლოდ იმ ქვეყნის, სადაც სტარტდება, არამედ გარშემო სხვა ქვეყნებიდანაც და ძალიან ბევრი უკვე იცნობს ქართულ ღვინოს, ძალიან ბევრი უკვე ნამყოფია საქართველოში, ან ბევრს უჩნდება სურვილი, რომ ჩამოვიდეს და ადგილზე ნახოს ქართული წარმოება. თვითონ ღვინის ხარისხიც ძალიან მაღლა წავიდა, იმიტომ რომ შესაბამისად მოთხოვნა მსოფლიოს აქვს მაღალხარისხიანი ღვინის და ჩვენც გვაქვს ამის პოტენციალი, რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი მეთოდებით, თავისი ყურძნის ჯიშებით, რომ მივაწოდოთ მსოფლიოს და გავასინჯოთ მაღალხარისხიანი ღვინო. და რა გვჭირდება, რომ მეტად ასე ვთქვათ, გავშალოთ ფრთები ამ საერთაშორისო ბაზრებზე და მოთმინება, პირველ რიგში მოთმინება გვჭირდება, რა თქმა უნდა, შრომა გვჭირდება ამ ყველაფერზე და ეს არის დაუღალავი შრომა, რა თქმა უნდა, რომ მეტად მივაწოდოთ ინფორმაცია, მაინც ახალია ქართული ღვინო მსოფლიოსთვის. როდესაც ისეთი მოთამაშეები არიან, როგორც ფაცორის ახალი სამყაროც ძალიან დომინირებს ღვინის. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყნებზე, რომელიც არის საფრანგეთი, იტალია და ასე შემდეგ, ხო? გეგმები მინდა რომ დაგვიტოვოთ, სანამ დაგემშვიდობებოდეთ, რა სიახლეებს გეგმავთ, გაწერილი გექნებათ, დარწმუნებული ვარ 2025 წლის შეიძლება შემდეგი წლებისაც და ფოკუსი ახლა რაზე არის? ფოკუსი ორივეზე, რა თქმა უნდა, ღვინოზეც და სარესტორნო ქსელზეც. ღვინის რამოდენიმე გამოფენა უკვე ჩანიშნული გვაქვს. ახლა აპრილში მივდივართ იაპონიაში, მერე კორეაში, დიდ ბრიტანეთში, რაღაც გვაქვს შემოთავაზებები და სამუშაო ახალი ღვინოების ჩამოსხმა, გაზაფხული უკვე ესეთი პერიოდია, რომ ვიწყებთ ახალი ღვინოების ჩამოსხმას. რაც შეეხება სარესტორნო ქსელს, აქაც გვაქვს ძალიან ბევრი შემოთავაზებები, ისევ ევროპა, ისევ რესტორანი, ისევ ქართული რესტორანი დერგი, თავისი ქართული სამზარეულოთი და მოლაპარაკების პროცესში ვართ. რომელიც შესაძლოა წელს დასრულდეს? შესაძლოა.
შესაძლოა, რატომაც არა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატება მინდა გისურვოთ, გაფართოება, განვითარება და არ ვიცი, ყველა იმ გეგმის დათქმულ ვადაში განხორციელება, რაც უკავშირდება ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარს და მეტ ბაზრებზე გატანა ქართული ბრენდის, ქართული სახელი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ეკა რუხაძე, დერგის თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.